დღეიდან 11 ივნისიდან მომდევნო 39 დღე მთელი მსოფლიო საფეხბურთო ტალღაზე გადაერთვება. 23 ჩემპიონატი იწყება. 2026 წლის ტურნირის გახსნას მეხიკოში აცტეკას ლეგენდარული სტადიონი უმასპინძლებს. მათი გუნდი სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. მუნდიალს ჩრდილო ამერიკის კონტინენტის 3 ქვეყანა მიიღებს: შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა. ტურნირზე 48 გუნდი ითამაშებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მატჩები ხსენებული ქვეყნების 16 ქალაქში გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 28 ივნისს დასრულდება, პლეი-ოფში კი 32 ნაკრები გადავა. ფინალი 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში ჩატარდება. ამ მონაცემებით დიდი ალბათობით ეს ტურნირი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოსთვის, რომლებიც შესაბამისად არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებში თამაშობენ. ერთ-ერთი გამორჩეული ჩემპიონატია, იმიტომ ძალიან ბევრი მონაწილეა, ამდენი არასდროს არ ყოფილა და ეს, რა თქმა უნდა, ინტერესს იწვევს, თუმცა შეიძლება ხარისხმაოდნავ დაიწვიოს, იმიტომ რომ ბევრი ისეთი გუნდია, რომელიც საერთოდ არ გამიგონია, მაგრამ მთავარია, რომ დიდი ფორუმია, გუნდები თამაშობენ და ეს არ არის საკლუბო ფეხბურთი, თავის დროზე ჩემ ახალგაზრდობაში მსოფლიო ჩემპიონატი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ეხლა ცოტა საკლუბო ფეხბურთმა შეიძლება გადაფარა, მაგრამ მაინც მე მგონია, რომ ნაკრების დონეზე თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ამ ჩემპიონატს, გარკვეული სირთულეები იქნება სამ ქვეყანაში. პირველად ტარდება 48 გუნდია, თანაც კლიმატური პირობები საკმაოდ არასასურველია ფეხბურთისთვის და პლუს ამისა ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ცოტა მოუხერხებელ დროს არის თამაშები, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უყვარს, მაინც ისიამოვნებს. ჩემი ახლა პროგნოზებს რაც შეეხება, ეს არ არის მაინდა-მაინც კარგი საქმე პროგნოზები, მაგრამ მე ვიტყვი 4 გუნდს, რომელსაც ალბათ აქვს შანსი მოიგონ. ეს არის საფრანგეთი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს, ესპანეთი, არგენტინა და პორტუგალია. Ну, რა თქმა უნდა, იქ ვერ გამორიცხავ გერმანიას, ინგლისს, მაგრამ მე მაინც ეს 4 გუნდი მგონია, რომ ფავორიტი იქნება ამ ჩემპიონატზე. გულშემატკივრობ არგენტინას, მინდა რომ მეორედ გახდეს ჩემპიონი, ძირითადად მესის გამო, მაგრამ არც ესპანეთის გამარჯვება მეწყინება. ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სადაც წერია, რომ დეპარტამენტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაძლო ფასიან გზად გადაკეთებასთან დაკავშირებით. განმარტავთ, რომ არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით. გომის საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება დაკავშირებულია მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობასთან. აღნიშნული გზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით, ისე ქვეყნის საგზაო ქსელის მდგრადობითა და უსაფრთხოებით. შესაბამისად, საუბარი ალტერნატიულ ფუნქციაზე არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული როგორც ფასიანი გზების შემოღების წინაპირობა. ამასთან მივიჩნევთ, რომ მედია საშუალებებით გავრცელებულ სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან თემას ეხება, თუმცა არასწორია. საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს და მსგავსი საკითხები საჭიროებს კომპლექსურ ანალიზს, ფართო პროფესიულ განხილვასა და საზოგადოების წინასწარ ინფორმირებას. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა უფასოა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება დღის წესრიგში არ დგას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და არსებული ქსელის გაუმჯობესებას მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთის შექმნის გარეშე, წერია განცხადებაში. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორია ზეთისხილის ნერგებით განაშენიანდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ფონდის გაამწვანე საქართველო ინიციატივით გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტრო სისტემაში შემავალი უწყება, ეროვნული სატყეო სააგენტო ფონდთან გაამწვანე საქართველო და ფონდის ხელმძღვანელ გოჩა არონიშიძესთან თანამშრომლობით გამწვანების აქციებს გარკვეული პერიოდულობით ახორციელებს.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ზეთისხილის ბაღის გაშენებაში მონაწილეობა. დავით სონღულაშვილმა ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. მინისტრმა ასევე ტაძრის ეზოში მდებარე დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი დაათვალიერა და კოლეჯის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ძალიან მნიშვნელოვანი აქცია არის გარემო საერთაშორისო დღისადმი, სადაც რომელიც ეძღვრება მის უწმინდესობა პატრიარქ ილია მეორეს, მისი უწმინდესობა პატრიარქი შიო მესამის კურთხევით. ეს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან სასულიერო და საერო საზოგადოება, კერძო და საჯარო სექტორის საჯარო სექტორთან ერთად ერთიანდება და უძღვრის დღევანდელ დღეს სრულიერების ამაღლებას, უძღვრის განახლებას გარემოსი, რომელიც თავისთავად ცხადია წარადგება ჩვენს ქვეყანას. დღეს საპატრიარქო ფონდის გაამწვანე საქართველოს მიერ და საქართველოს სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივი ღონისძიება გაემართა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე. გაშენდა ზეთისხილის ბაღი და ეს ღონისძიება მიძღვნილი არის სრულიად საქართველოს ნეტარხსენებული პატრიარქის ილიას ხსოვნისადმი. ქუთაისის ღია პირველობაში მივიღე მონაწილეობა. ჩავატარე სამი შეხვედრა, სამივე წარმატებით დასრულდა და დავიკავე პირველი ადგილი. მადლობა სუხთი ჩემს მწვრთნელებს, კობა და ნიკას სვიანაძეს. უფრო მეც ვივარჯიშებ და გავხდები მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ჭიდაობა შემიყვარდა უყურე ტელევიზორში ეთელი პარტელიანს და მეც მომინდა. მადლობა სუხთი ჩემს სპორტ სკოლის დირექტორს ზაზა მახატაზეს და ზაზა ჯანჯღავას. ჭიდაობა 4 შეხვედრა, 4 წარმატებით დავასრულე და დავიკავე პირველი ადგილი. ქუთაის ჩატარდა შეჯიბრი 4 ვიჭიდავე, 4 წარმატებით მოვიგე, დავიკავე პირველი ადგილი. მადლობა სუხთი ჩემს მწვრთნელებს, ნიკა და კობა სვიანაძეს და ზაზა მახადაძეს დირექტორს. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. ძალიან რთულია იმ მხრივ, რომ პირველი გამოფენა არის მურთაზ ჯაფარიძის გარეშე. ძალიან ძნელია ამის გათავისება და აღქმა. მაგრამ ჩვენი სკოლა ვაგრძელებთ ტრადიციას ისევ და დღეს მორიგი საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ბავშვთა ნამუშევრების შემოქმედებითი და სასწავლო ნამუშევრების გამოფენა. ამ გამოფენაში ყველა ასაკობრივი ჯგუფი ღებულობს მონაწილეობას. ძირითადად ეს არის შემაჯამებელი და მათი შრომის შედეგის დანახება ხდება საზოგადოების და მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და ჩვენი დიდი ზეიმი არის დღევანდელი დღე. ეს ნახატები არის შესრულებული ფანქარში, აკვარელში, გუაშში, ყველანაირი ტექნიკით, შერეული ტექნიკითაც, ზეთშიც ასევე. საინტერესო ნახატები აქვთ ბავშვებს, ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს. თითეული მათგანი თავის განცდას, თავის განწყობილებას გამოხატავენ ფერის საშუალებით. სამხატვრო სკოლაში არის 230 მოსწავლე. აქედან არიან ნაწილი პატარები, მოსამზადებელი ჯგუფის და არიან დიდი ბავშვებიც, ასევე არიან აბიტურიენტებიც, რომლებიც წელს აბარებენ სამხატვრო აკადემიაში და სხვა სახელოვნებო სასწავლებლებში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის ამ სივრცეში ჩემი საქმიანობის გაგრძელება, რადგან ამ სივრცეში მეც მის დროზე ვსწავლობდი და ძალიან დიდი სიამოვნება ისევ აქ საქმის გაგრძელება. დღეს სამწუხაროდ ცუდი რეალობა ის არის, რომ ბატონი მურთაზის გარეშე მოხდა. ამ რეალობას ვერ გავექცევით და აქვე დიდი წუხარება მინდა გამოთქვა მისი ოჯახის მიმართ. მაგრამ ყველაფერი მაინც მისაშვება და ჩვენ შევეცდებით ჩვენს მაქსიმუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ წარჩინებული და ნამდვილად გამოჩენილი მოსწავლეები აღზარდოთ.
წარმოდგენილი გვაქვს შავი ფანქრით ნამუშევრები, ფერებშიც ასევე სხვადასხვა სტილის, ნატურმორტები, გეომეტრიული ფიგურები და ამ შემდეგ ხედავ ბევრ მოსწავლეში ნამდვილად ხედავ იმ პოტენციალის თავიდანვე მოსვლის დროიდანვე აქვს ბევრს მონაცემები საიმისოთ რომ თუნდაც მოკლევადაშიც ბევრს შეუძლია რომ მეტი და მეტი ნაბიჯი წინ გადადგას. არის ეს წინსვლები და მე ძალიან მომწონს. 2 წელია რაც დავდივარ ხატვაზე, ძალიან მომწონს აქაურობა და ყოველ წელიწადს ვცდილობ რომ მივიღო მონაწილეობა. ჩემი ნახატებიც არის გამოკრული და ვცდილობ რომ უფრო უკეთესი იყოს და მოეწონოს ხალხს ჩემი ნახატები. ნოემბრიდან შემოვედი აქ და დავდივარ ხატვაზე. პირველ რიგში, როდესაც შემოვედი, მასწავლიდა მედანიას, გვასწავლიდა ირმა მასწავლებელი და შემდეგ კი თეა მასწავლებელი. და მე მიყვარს ყველაზე მეტად ჩიტების ხატვა. ისევ ჩიტების ნახატი მაქვს გამოფენილი, იმიტომ ძალიან მიყვარს ზოგადად ჩიტები.